ეს არ იქნება ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ რთული საქმეები. გულწრფელები რომ ვიყავთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ადამიანების უმეტესობას რთული საქმეები არასდროს უყვარდება. და ეს სრულიად ნორმალურია. საკუთარი პროფესიის მიმართ ინტერესის მიუხედავად, ნებისმიერ საქმეში არსებობს ეტაპები, რომლებიც დიდ მენტალურ ენერგიას მოითხოვს და მათ გვერდს ვერ ავუვლით. ასეთ მომენტებში ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ნებისყოფა. როცა საკუთარ თავს ძალას ატან და უბრალოდ აკეთებ იმას, რაც ისედაც შენი გასაკეთებელია. აქ პრობლემა ის არის, რომ ნებისყოფა არ არის უსასრულო რესურსი. ის უფრო ტელეფონზე ელემენტს გავს, დილით 100%-ია, შუადღესაც კი ნელ-ნელა ჯდება. და როდესაც ეს მენტალური ენერგია იწურება, ტვინი ბუნებრივად ითიშება და ყურადღება სხვა, ბევრად მარტივ რაღაცებზე გადააქვს. მაშინ როგორ მოვიქცეთ, როცა ეს ბატარეა დამჯდარია, ხოლო საქმე კი მაინც გასაკეთებელია. როგორ მართოთ ჩვენი ენერგია ისე, რომ ტვინმა რთული სამუშაო ბოლომდე მიიყვანოს. სწორედ ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ ამ ვიდეოში. იმისათვის, რომ ტვინმა ნაკლები ენერგიის პირობებშიც გააგრძელოს მუშაობა, პირველ რიგში სამუშაო პროცესთან უნდა გამორიცხოს ყოველგვარი გაურკვევლობა. საქმე ისაა, რომ ჩვენი გონება ყველაზე მეტ ძალისხმევას ხარჯავს არა უშუალოდ დავალების შესრულებაზე, არამედ იმაზე ფიქრში, თუ საიდან დაიწყოს ან როგორ მოიქცეს. როდესაც ამოცანა ბუნდოვანია, ნებისყოფის ისედაც მცირე მარაგი მომენტალურად იცლება. ამიტომ, სანამ უშუალოდ მუშაობა შევდგებით, რთული და კომპლექსური საქმე წინასწარ უნდა დაიშალოს კონკრეტულ მექანიკურ მოქმედებებად. ისეთ ტექნიკურ ნაბიჯებად, სადაც ტვინს არჩევანის ან ფიქრის საშუალება აღარ ექნება და უბრალოდ ინსტრუქციის მიყოლა დასჭირდება. მეორე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის სამუშაო სივრციდან ყველა იმ ნივთის მოშორება, რაც ჩვენს ყურადღებას იოლად იპყრობს. როდესაც ტვინი რთულ და დამღლელ საქმეს აკეთებს, ის ბუნებრივად ეძებს ნებისმიერ საბაბს, რომ პროცესს თავი არიდოს და დაისვენოს. თუ ამ დროს თქვენ გვერდით ტელეფონი დევს, ან კომპიუტერს ეკრანზე სხვა საინფორმაციო საიტი ან Facebook-ი გახსნილი, კონცენტრაციის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოსავალი არის არა საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა, არამედ ამ ხელისშემშლელი ფაქტორების დაბლოკვა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვანაწილებთ განსხვავებული სირთულის დავალებებს, დღის მანძილზე. რადგან სტატისტიკურად ადამიანების უმეტესობისთვის შინაგანი რესურსი დილით ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. პირველივე საათები უნდა დაუთმოთ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტ ფიქრს, ანალიზს და ნებისყოფას მოითხოვს. რთულ სამუშაოს უნდა დაუთმოთ დღის პირველი ნაწილი. თუ დღეს დაიწყებთ წვრილმანი უნიშნელო საქმეების კეთებით, მაგალითად სამუშაო ჩატებში პასუხების წერით, ან ძველ მეილებს დახარისხებით, ეს მოქმედებები შეუმჩნევლად გამოგაცილთ ენერგიას და შუადღისთვის, როდესაც ყველაზე მთავარ და მძიმე პროექტს მიუჯდებით, აღმოჩენთ, რომ ფოკუსირების უნარი ფიზიკურად აღარ გაქვთ. სწორედ ამიტომ ყველა მარტივი მექანიკური და რუტინული საქმე მიზანმიმართულად უნდა გადაინახოთ დღის ბოლო მონაკვეთისთვის. როცა უკვე გადაღლილები ხართ და კომპლექსურ ამოცანაზე ფიქრის რესურსი არ გაქვთ. მაინც თავისუფლად გაართმევთ ისეთ რამეს, რაც გონების დაძაბვას არ საჭიროებს. იქნება ეს მონაცემების უბრალოდ გადამოწმება, ტექნიკური შესწორებები, თუ ფაილების ორგანიზება. საქმეების ამგვარი განაწილება საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ დღის განმავლობაში ჩვენი ფოკუსის ბუნებრივი ცვლილება და რთული პროექტები ყოველდღიური სტრესის გარეშე მივიყვანოთ ბოლომდე. ახლა კი დაუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვას. თუ როგორ ვაიძულოთ ტვინს უყვარდეს რთული სამუშაო? საქმე ისაა, რომ ჩვენს გონებას რთული საქმეები კი არ სძულს. უბრალოდ სძულს გრძელვადიანი ლოდინი და გაურკვეველი შედეგი. ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი ძალისხმევის შემდეგ ფეცნობიერად ველოდებით მყისიერ უკავშირს ან ჯილდოს. მაგალითად, როდესაც პროექტი დიდია და საბოლოო მიზანი კვირების ან თვეების მერე ჩანს, ტვინი ამ პროცესს აღიქვავს როგორც ენერგიის უსარგებლო ხარჯვას. იმისათვის, რომ ტვინს ეს სამუშაო შევაყვაროთ, მას ყოველი მცირე ნაბიჯის შემდეგ უნდა დავანახოთ ხელშესახები პროგრესი. ეს ნიშნავს, რომ დიდი მიზნის ნაცვლად თავარ ჯილდოდ უნდა ვაქციოთ ყოველი შესრულებული პუნქტი. თუნდაც ეს უბრალო სამუშაო სეიდან იყოს ერთი პატარა დავალების წაშლა. მეორე ფაქტორი, რაც ამ დამოკიდებულებას ცვლის, არის ყურადღების მხოლოდ მიმდინარე მოქმედებაზე გადატანა. როდესაც მუშაობის დროს მუდმივად იმაზე ფიქრობთ, თუ რამდენად შორს არის საბოლოო მიზანი, ყოველი მიმდინარე წუთი აუტანლად და მძიმედ გეჩვენებათ, იტანჯებით. მაგრამ თუ ფოკუსი ვიწრო ჩარჩოში მოაქცევთ და გონებას დააჯერებთ, რომ თქვენი ერთადერთი მისიაა მომდევნო 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი კონკრეტული აბზაცი დაწეროთ, ან ერთი კონკრეტული დოკუმენტი შეავსოთ, ტვინი შეწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას. ის თავისებურ თამაში ჩაერთვება, სადაც წესები მარტივია, დრო შეზღუდულია და დავალებაც რეალურია.
ხშირად ზუსტად ეს მენტალური გარდატეხა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი გრძელვადიან პერსპექტივას წარმატების მიღწევას ისეთ სფეროებში, როგორიც მაგალითად არის საძიებო სისტემებისთვის საიტების ოპტიმიზაცია, ანუ SEO. SEO თავისი არსით არის პროცესი, სადაც შედეგი თვეების მერე მოდის. ძიმე და მონოტონური სამუშაო კი ყოველდღიურად არის შესასრულებელი. თუ სპეციალისტი ყოველდღე მხოლოდ Google-ის პირველ გვერდზე მოხვედრის მოლოდინით იცხოვრებს, ვერ გაუძლებს ამ რუტინას. Twins ეს საქმე მხოლოდ მაშინ შეუყვარდება, როცა ყოველდღიური ცხრილების შევსებას, ქიურდების ანალიზსა და ტექნიკურ შესწორებებს დაინახავს არა როგორც მოსაწყენ ვალდებულებას, არამედ როგორც პატარა, ყოველდღიურ გამარჯვებებს. სხვათა შორის, ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელთაც მე ჩემს კომპანიას 10x SEO-ს ვმართავ. იმისათვის, რომ გუნდს მუდმივად ჰქონდეს мотиваცია და არ დაიღალოს იმ გრძელვადიანი პროექტებით, რომელთა შედეგის თვეების მერე ჩანს, ჩვენ შევქმნით შიდა სპეციალური არხი, რომელსაც ასე ქვია, პატარა გამარჯვებები. ამ სივრცეში ყოველი დღის ან კვირის ბოლოს ერთმანეთს უზიარებთ არა გლობალურ შორეულ მიღწევებს, არამედ იმ კონკრეტულ მცირე ნაბიჯებს, რომლებიც იმ მომენტში ჩავხურეთ. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ქიურდის პირველ გვერდზე გაყვანა, კარგად შესრულებული ქიურდების კვლევა, ან ერთი ძალიან ესეთი დიდი ხარვეზის გასწორება საიტზე. ამ მარტივ პრაქტიკას ჩვენ სამუშაო კულტურაში უდიდეს წონა აქვს. როდესაც გუნდის თითოეული წევრი ხედავს, რომ მისი ყოველდღიური ერთი შეხედვით მონოტონური შრომა ფასდება და პროგრესის სახით ფიქსირდება, ტვინი ავტომატურად თავისუფლდება იმ სტრესისგან, რასაც გაურკვეველი მოლოდინი იწვევს. ეს არხი გვეხმარება რა ყველაზე მოსაწყენი და ტექნიკური პროცესებიც კი ერთგვარ საერთო თამაშად ვაქციოთ. სადაც ყოველი მცირე შედეგი იქნება მოგებული რაუნდი. სწორედ ეს ყოველდღიური ფოკუსი გვაძლევს იმის ძალას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არათუ არ გადავიწვათ, არამედ სტაბილურად მივიდეთ იმ დიდ ციფრულ შედეგებამდე, რომლებსაც ჩვენი კლიენტები Google-ის საძიებო სისტემაში ხედავენ. მთელი ამ პროცესი არს იმაში კი არ მდგომარეობს, რომ საკუთარ თავს მუდმივად ვებრძოლოთ, ან რაღაცის კეთება ხელოვნურად დავაწალოთ. თავარია გონებას მუშაობისთვის სწორი პირობები შეუქმნათ. ცხადია ეს მიდგომა უნივერსალური არ არის და ყველა შემთხვევაში ერთნაირი წარმატებით არ მუშაობს, მაგრამ როდესაც სამუშაო პროცესიდან მთლიანად ვაგრობთ გაურკვევლობას, ვასუფთავებთ გარემოს, დავალებებს დღის განმავლობაში სირთულის მიხედვით ვანაწილებთ და ყოველ პატარა გამარჯვებას ვაფიქსირებთ, ტვინის დამოკიდებულება რთული საქმის მიმართ ასე თუ ისე მაინც თავისით იცვლება. ის ხვდება, რომ ყოველი გადადგმული ნაბიჯი რეალური ხელშესახები პროგრესის მომტანია და ნაცვლად იმისა, რომ პროცესს შეეწინააღმდეგოს, თავად უგვეხმარება საქმის ბოლომდე მიყვანაში. ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვენმა ტვინმა რთული ამოცანების შესრულება ბევრად მარტივად დაიწყოს, ცადეთ და პირველი პატარა გამარჯვება პირდაპირ ამ ვიდეოს კომენტარებში დააფიქსირეთ. გაგვიზიარეთ კომენტარებში რა არის ის ერთი კონკრეტული საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გეზარებათ ხოლმე და რა იქნება ის პირველი ნაბიჯი, პატარა ნაბიჯი, რომელთაც მის შესრულებას დღესვე დაიწყებთ. აქვე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები პროდუქტიულობასა და ციფრულ სტრატეგიებზე.